ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვა მანქანებზე ეს არის თუ რამდენს წვავს. ამ კითხვაზე პასუხი ზოგჯერ იმედის მომცემია, ზოგჯერ დამაინტრიგებელია და ხანაც დამამწუხრებელი. დღეს ჩვენ განვიხილავთ მანქანას, რომელზეც ეს კითხვა ნამდვილად აქტუალურია. დღევანდელი სტუმარი იაპონიიდან არის, ხშირად კითხულობენ თუ საიდან ჯობია მანქანის ჩამოყვანა, ამერიკიდან, ევროპიდან თუ იაპონიიდან. ამაზე დავა უსასრულოდ შეიძლება და დარწმუნებული ვარ, თქვენი ვერსია გაგაჩნიათ, მაგრამ ჩემი აზრი ასეთი არის, რომ ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანა ხშირ შემთხვევაში არის მოუფრთხილებელი, გარბენი აქვს დიდი. ეს რა თქმა უნდა მყიდველს აშინებს, მაგრამ არის მეორე ფაქტიც. გერმანიიდან ჩამოსული მანქანა, უბრალოდ ევროპიდან ჩამოსული მანქანა შესაძლოა მოფრთხილებული ჩანდეს და გარბენიც ნაკლები ჰქონდეს, მაგრამ ეს რეალობას არ ექვემდებარებოდეს. ასე დროთა განმავლობაში სხვადასხვა დეფექტებს აღმოაჩენთ. რაც შეეხება იაპონურ მანქანებს, უმეტესობა რაც ჩამოდის, გარბენი აქვს პატარა და ეს რეალობას ექვემდებარება. მაგალითად, ჩვენ ამ მანქანის მაგალითზე დავწმუნდით, გუშინ შევამოწმეთ კომპიუტერზე და გარბენი ორიგინალი აღმოჩნდა, რაც უწერია. ძრავი სერიით M113 ალბათ ყველა Mercedes-ის მფლობელმა კარგად იცის. 8 ცილინდრიანი ძრავები უმეტეს შემთხვევაში M113 არის. ასეთი პოპულარობა მან მოიპოვა თავის სიმსუბუქითა და კომპაქტურობით, თავის წინამორბედისაგან განსხვავებით ეკონომიურია. გამონაკლისი არც E500 არის. იგივე ძრავად დგას E550-ში, უბრალოდ იქ მოცულობაა გაზრდილი და E55 AMG-ში, სადაც კომპრესორის წყალობით 476 ცხენისძალას იმუშავებს. საკმაოდ ამტანი აგრეგატი არის, შეგიძლიათ ამუშაოთ დაბალი ხარისხის ბენზინზე და ამით მას ვერავნებთ. ყველაზე გავრცელებული პრობლემა არის კარტერის ვენტილაციის დაბინძურება, იმისათვის რომ შეამოწმოთ 1000 კილომეტრზე თუ 1 ლიტრზე მეტ მოიხმარს, სავარაუდოდ დაბინძურებულია. ეს ერთ-ერთი შემოწმების მეთოდი არის. და აგრეთვე არანაკლებ გავრცელებული არის კოლენვალი შკივის მსხრევა. ხო, კონკრეტულად ეს ძრავი კი 306 ცხენისძალას იმუშავებს. მანქანა სავსეა სხვადასხვა ოპციებით, ღირსეული წარმომადგენელია ბიზნეს კლასის. აქ გვაქვს სავარძლების გათბობა, საჭის გათბობა, 4-ზონიანი კლიმატ კონტროლი და რაც ძალიან იშვიათია, ლინგვა ტრონიკი. თქვენ შეგიძლიათ ხმოვანი ბრძანების მეშვეობით მართოთ აუდიო სისტემა. როგორც ხედავთ, აქ აყენია პიონერის მულტიმედია, ეხლა იაპონელი კაცისათვის წარმოუდგენელია იაროს კასეტებიანი კომანდებით. დიდი ძრავი ერთი კომფორტია, მაგრამ წვა დისკომფორტი. როდესაც ასეთ მანქანას ყიდულობთ, კითხვები იმის შესახებ თუ რამდენს წვავს, ზედმეტია. იმიტომ რომ უმეტესობა ელოდება რომ ეტყვიან, არა ძმა, არ წვავს ბევრს, მაგრამ რეალურად ფიზიკურად ვერ დაგიწვავთ ცოტას. ქალაქში დამეწმუნეთ 16 ლიტრს არ ჩამოწდება, ხოლო თუ ფეხი დაგიცდათ 20-ს თავისუფლად აცდება. ზოგიერთ კომპლექტაციაში არის ფუნქცია დისტრონიკი, თქვენ უთითებთ უსაფრთხო მანძილს წინამდებარე მანქანასთან და თქვენი მანქანა ინარჩუნებს ამ მანძილს. ეს ძირითადად გამოიყენება ქალაქში, როდესაც გჭირდებათ ხშირი შეჩერებები. ეს ერთგვარი ჩანასახი იყო 211-ში, რაც დღეს აგვაქვს 221-სა და 222 S-კლასებში. როდესაც მანქანა თვითონ მიყვება წინა მანქანას ბოლომდე. კონკრეტულად ამ მანქანაში სავარძლები გვაქვს პერფორირებული ტყავის, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარძლებს წვრილ-წვრილი ნასვრეტები აქვთ. კი, ეს კარგი არის გათბობისა და გაგრილების შემთხვევაში, მაგრამ აქვს ერთი უარყოფითი, თუ დასვარეთ, ამორეცხვა თითქმის შეუძლებელია. უდაოდ კარგია, უდაოდ კომფორტულია, მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ასეთი მანქანის შეძენის დროს დიდი პროვოკატორი გეყოლებათ, რომელიც მუდმივად გიბიძგებთ მართვის აგრესიულ სტილზე. მე პირადად გირჩევთ, რომ 3 და 2-სა და 3 და 5-ის ყიდვას ისე 5 და 0 იყიდოთ. ვითომ და წინა ძრავებს იმიტომ ყიდულობენ, რომ ეკონომიურია, მაგრამ რეალურად განსხვავება წვაში სადღაც 3-4 ლიტრა. შეიძლება არც კი იყოს მაგდენი.
კონკრეტულად ეს მანქანა იყიდება დაინტერესებულმა პირებმა მოგწერეთ Facebook-ზე. და რაც თავარია, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არქის გამოწერა YouTube-სა და My Video-ზე და აგრეთვე დაგვალაიქეთ Facebook-ზე. დროებით. ხო, კინაღამ დამავიწყდა. ვიწყებთ ახალ პროექტს ვაკუუმს და თუ დაგაინტერესებთ, ლინკები არის ქვევით აღწერაში.